ჩვენ გავაუმჯობესებთ Sonic Smith დრაკონის ფორმაში, კიდე 5-ში. დოქტორ ეგმანმა ააგო რობოტ დრაკონი და ვერავინ აჩერებს მას. და ჩვენ მოგვიწევს დრაკონის ზურმუხტების პოვნა. ბრატა Sonic-ის დრაკონის ფორმა ყველაზე ძლიერამდე განავითაროთ. შევძლებთ თუ არა მსოფლიოს გადარჩენას? წავედით! ქალაქის შუაგულში ძალიან უცნაური გუგუნი გავიგონე და ძალიან ნერვიულობ, რადგან რამდენიმე დღეა ჩემი მეგობრები არ მინახავს. და ერთი წუთით. ეს რა ჯანდაბაა იქ? რა უბედურებაა ის არსება? და ერთი წუთით. ჩემი მეგობრები იქ არიან. და ის მონსტრები რა არის? რა ხდება აქ? Sonic, გაგაცნობ ჩემს ფანტასტიკურ ქმილებას, ჩემს რობოტ დრაკონს. ამ რობოტი დრაკონით საბოლოოდ დავიპყრობ სამყაროს. და რა თქმა უნდა, ჩემი ყველა საოცარი კნილებით. ეს ცხოველები, რომლებიც შევქმენი შენი DNA-ის გამოყენებით, დაუძლებელები არიან. უკვე ყველა შენი მეგობარი მოусპეთ და ეს ყველაფერი ამ დრაკონის ზურმუხტების ძალის წყალობით. ეს საოცრებაა. თუმცა არ ვიცი, რატო არც ერთი მათგანი არ გადაქცეულა დრაკონად. ყველა ექსპერიმენტში, რაც ჩავატარეს, Sonic-ის სხვადასხვა ცხოველად გადაიქცა. მაგრამ ეს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შენი მეგობრები უკვე მკვდრები არიან და შემდეგი იქნები შენ. არა, მე, ბიჭებო, ჯანდაბა, რა გააკეთე? არა, გეფიცები, ამას არ შეგარჩენ. დაგამთავრებ. და რას ამბობ, მაგრამ ხო ვერ ლაპარაკობ იმაზე, როგორ გწკინს მოკლედ. Sonic, შენ საწოდავი ხარ ბიჭებო, წავიდეთ ყველანი. დრაკონის ზურმუხტები უსაფრთხო ადგილას დავდოთ, სადაც შეუძლებელი იქნება გამოცდების გავლა და Sonic-ს იქ დავტოვებთ. სევდაში მოგდები. დიახ. ბიჭებო, მე ჯანდაბა თუ თქვენ ვერ გაუნკლავდით, მე ხო საერთოდ ვერ შევძლებ და ვეღარას დოს გნახავ, ლუზერო, ნახვამდის. ჯანდაბა, უკვე წავიდა. ახლა კი მარტო დავჭიაქ თქვენთან ერთად. ვინც ყველა დამარცხდით. ვეღარ გავაგრძელებ. ეს დასასრულია და Sonic, რაღაც უნდა გითხრა, მოდი აქ. Tails, მეგობარო, ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ, რა მოხდა? მეტი დრო აღარ დამჭა Sonic, მაგრამ მომისმინე. ერთადერთი გზა რომ დაამარცხო დოქტორ ეგმენი და მისი დამხმარეები, დრაკონის ზურმუხტებია. თუ არც ერთი მათგანი დრაკონად არ გადაქცეულა, ეს იმიტომ ხდება რომ ისინი კლონები არიან, ხოლო შენ ორიგინალი შეგიძლია ეს გააკეთო. Tails, მაგრამ ყველა მათ აქვთ და ის არსებები ძალიან ძლიერები არიან. ამ ძალის გარეშე ვერ დავამარცხებ მათ და არი დარდო Sonic, იცი რატო მოგვიგეს ბოლო ყველას? იმიტომ რომ ერთად დავიცავით ბოლო დრაკონის ზურმუხტი, რომ შენ გამოიკენო იგი. წინწადი მეგობარო, ეს შენი შანსია რომ შური იძიო ჩვენზე და გადაარჩინო მსოფლიო. Tails, ბიჭებო, მე მადლობა თქვენი თავგანწირვისთვის. გპირდებით რომ გადავარჩენ მსოფლიოს და შურს ვიძიებ თქვენთვის. ეხლა მე მაქვს დრაკონის ზურმუხტის ძალა და არ დავაყოვნებ მის გამოყენებას. დიახ, ეხლა მე მაქვს Sonic დრაკონის პატრა ფორმა. ამით შემიძლია დავიწყო მათი დამარცხება. ასე რომ მივდივარ, გამოვიყენებ ჩემს ფრთებს და დრაკონის ძალას ფრენისთვის, დიახ. და მე ყველას დავამარცხებ, რომ ეს ზურმუხტები დავიბრუნო. მივდივარ. კარგი, აი როგორც იქნა, აქ ვარ და როგორც ჩანს, შემდეგი დრაკონის ზურმუხტის მოპოვება რთული იქნება. თუ დრაკონის ზურმუხტი გინდა, მას იცავენ შენი ყველა კლონი, რომლებიც ობობებად არიან გადაქცეულები და რა თქმა უნდა ისინი მე მსახურებიან. შემდეგ, ზურმუხტი სადღაც ამ თხაშია დამალული, ასე რომ წარმატებებს გისურვებ მის პოვნაში. კარგი. რაც თქვენ არიცით ისაა, რომ მე კი შევძელი დრაკონად გადაქცევა. აი ეხლა, მიიღეთ ეს. დიახ, კარგი. ეხლა როცა დრაკონი ვარ, საოცარი ძალა მაქვს და არ ვაპირებ ამ ძალის ფუჭად დახარჯვას. გამოვიყენებ მას, რომ ყველა ეს სულელი ობობა დავამარცხო. აი უკვე. მართლა გეგონათ, რომ ამით შეძლებდით ჩემს შეჩერებას? ნუ ცდილობთ, ობობებო, მე დრაკონის Sonic-ი ვარ და შენ სად მიდიხარ? ცდილობ გამექცე? ნუ გამაცინებ, აი დიახ. სცადე ეს იქით და შენაც სცადე ეს. შენთვისაც მაქვს, შენთვისაც ცოტათი და თქვენთვისაც, დიახ. ნუ იფიქრებთ, რომ გაიქცევით თქვენ. შესანიშნავია, დრაკონის ძალა მაქვს, მაგრამ ჯერ ისე კარგად ვერ ვფრინავ, როგორც დრაკონი და ცეცხლსაც ვერ ვაფქვევ. ფიქრობ, ამას მაშინ შევძლებ, როცა ყველა დაგამარცხებთ. ჩემს ზურმუხტს მოიპოვებ და ჩემს დრაკონ Sonic-ის ფორმას კიდევ უფრო განვავითარებ. ეხლა, მიიღე ეს.
გაიგემეთ ეს და ეს. დიახ, წავედით, ყველასთვის მაქვს. ჩა! ხოლო შენ ობობა, სად მიდიოდი? მიიღე ეს. ესეც. და ბოლო. დიახ, არც ერთი ობობა არ დამიტოვებია ცოცხალი. ეხლა შენი ჯერია, ობობების უფროსო. ერთი წუთით, სონიკ, თუ მე გამანადგურებ, ვემეღარას დროს იპოვი დრაკონის ზურმუხტს. ის დამალულია და მხოლოდ მე ვიცი სად არის. ასე რომ, ნუ გამანადგურებ და დამემორჩილე, იმიტომ რომ... ხო, მაგაზე არ მადარდებს. შემთვის უფრო მნოვავანია, მნიშვნელოვანია, კარგი დრაკონი ვიყო. და მგონია, რომ ამის გაკეთება ან ცეცხლის სუნთქვით შემიძლია. დიახ. ვაუ, ცოტა გამოვივიდა, მაგრამ უკვე უმჯობესდები, ხომ ასეა? ნახე რა მაგარია. ახლა შენ დამწვარი ობობა ხარ. რაც შეეხება ზურმუხტს, ნახე, მე ვარ დრაკონი, რომელსაც ფრენა შეუძლია. დავინახე, რომ ზურმუხტი გემზე იყო, როცა მოვდიოდი. მართლა გეგონა, ესეთი აფხრიგზე წამოვეგებოდი? როგორც იყოს დროა, ჩემი დრაკონ სონიკის ფორმა კიდევ უფრო გავაუნჯობესო. წავედი. სტრაპად, ამიერი და მხოლოდ 20 წამი გაქვს, რომ დაალაიქო, გამოიწერო არხი და ჩართო ზარი. დრაკონ სონიკის ფორმის გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, თუ კომენტარებში დაწერ სიტყვას დრაკონ სონიკი, შენ შეძლებ დახტე დრაკონი, როგორც ის. ასე რომ შენ რომ იყო ვიჩქარებდი, დრო იწურება. არა. დიახ, ეხლა ბევრად უფრო სწრაფად შემიძლია ფრენა და შემიძლია თავიდე შემდეგი სულელი ჩემი კლონის მონსტრისკენ. ასე რომ მოემზადოს, რადგან ახლა ბევრად უფრო სწრაფად ბრენის ზალამავს და ცეცხლის კონტროლიც უკეთესად რამომდის. შურს ვიძიებ ჩემს მეგობრებზე და გადავარ ჩემ სამყაროს. და ბოლოს, აქ ვარ სონიკ ტიბურონო. შენ მომცემ შენს დრაკონის ზურმუხტს. მოგწონს ეს თუ არა? ეს ჯერ კიდევ ვნახავთ. დრაკონის ზურმუხტი ცხალშია, ჩვენ საოცარცხრის პარკში, რომელიც სავსეა ზვიგენებით და რა თქმა უნდა, შენი დრაკონის ცეცხლი აქ არ გამოგადგება. რა ჭკვიანია, სხვა არაფერი დამშენია, გარდა იმისა, რომ ეს ზვიგენები გავანადგურო ჩემი საკუთარი მუშტებით. თუმცა საბედნიეროდ, ჩემს ფრთებს წყალში უფრო სწრაფად გადაადგილებისთვის გამოვიყენებ. კარგი. კარგია ის, რომ ვიცი, დრაკონის ზურმუხტი ამ 4 კედელში უნდა იყოს. ანუ გარეთ არ იქნება, ასე რომ ჯობია აქ ვეძებო, ვნახოთ. აქ. თუმცა რა თქმა უნდა, არ ვიცი, წყლის ქვეშ იქნება თუ ზემოთ. იქნებ მაღლა უფრინდე. ის ძალიან დიდია, ძალიან რთული იქნება მისი პოვნა. ჯანდაბა, გავაგრძელებ ძებნას წყლის ქვეშ. წყლის ქვეშ. არა, წყლის ქვეშ. არა. აი ზვიგენებია. გამეცალე გზიდან, სულელო არსება. ნუ ცდილობ ჩემი დრაკონის ძალისგან გაქცევას. ჩა! მოგწონს წყალი ზვიგენო? მაშ წადი ხმელეთზე. დიახ! კარგი, ერთი ზვიგენი ნაკლებია. და მე უნდა გავარძელო ზურმუხტის ძებნა. არ ვიცი, აქ იქნება თუ არა, იქნებ. იქნებ თუ აქედან შევიპარები. ვნახოთ, არა, ამ კუთხეში არაფერია. ჯანდაბა, ამ ზვიგენმა დამიჭირა. მან გარეთ გამომაგდო და... მგონი პრობლემაში ვარ. გამოვიყენებ ჩემს დრაკონის ძალას, რომ ბოლო მოუღომათ. თუმცა აქ ცეცხლი არ მუშაობს, ჩა! მაგრამ დარტყმები კი იმუშავებს. წავედით. გამიშვი. მიიღეს. ეს და ეს. ჩა! აქედან გაეთრიეთ ზვიგენებო. ჯანდაბა, ისინი ძალიან დიდები არიან. მაგრამ მე ვარ დრაკონის სონიკი და ყველას დავამთავრებ. ჩა! გამიშვი. სულელი ზვიგენი. უნდა ვცადო, რომ მთელი ჩემი დრაკონის ცეცხლი გამოუშვა, თორემ დამამთავრებენ. ასე რომ, ჰეი, მოშორდი. მოვდივარ. თუნდაც წყლის ქვეშ ვიყო, მაინც დრაკონის ძალა მაქვს. დიახ. სუპერ, მგონი ზვიგენები აღარ არიან. ასე რომ დროა პარკში დავბრუნდეთ და ვიპოვოთ ზურმუხტი. წავიდეთ, შორს ვერ იქნება. აქეთ. არა, იქ არ არის. აქეთ. ვაი. ამას აქ რომ უყურებ, ძალიან გავს დრაკონის ზურმუხტს. დაიცადე, შეიძლება ჩემი ზვიგენები დაამარცხე, მაგრამ მე არ დამარცხები ხარ. ასე რომ ახლა შენს დამთავრებას ვაბირებ. ასეა, ეს მშვენიერი იდეა ჩანს, რომ არა ის რომ წყლის გარეთ ხარ, ცეცხლის სუნთქვა. აი ეს მიიღე, სულელო, დაიწვი, უიღბლო, ვერ დამამარცხე. ახლა კი დამანებე თავი ჩემი დრაკონის ზურმუხტით, რომ კიდევ უფრო განვივითარო ჩემი ფორმა. დიახ,
ღმერთო ჩემო, ჩემი ქერცლები ახლა ბევრად უფრო კაშკაშებს და ვგრძნობ რომ ახლა ნამდვილად მაქვს დრაკონის მთელი ძალა. მაშ, მოემზადოს ის ძაღლი, მე მასზე მივდივარ. ო, დიახ, ეს საოცარია. ვეღარ ვითმენ რომ ჩემი დრაკონ სონიკის ძალა გამოვცადო. ვაუ, როგორც ჩანს, აქვე მომიწევს გამოცდა. ეს ყველაფერი რა არის აქ? შემდეგი დრაკონის ზურმუხტის მოგება ძალიან გაგიჭირდება, სულელო. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის აქა, ამ ჯოჯოხეთურ კლდეზე, რომელიც არასდროს არავის დაუნგრევია. თითოეული სონიკ ძაღლის სხვადასხვა დონე უნდა გადალახო. თითოეული დონე წინაზე უარესია. მაშინაც იმოგიწევს ერთი საწალი ლეკვის განადგურება. შეძლებ ყველას განადგურებას, რომ დრაკონის ზურმუხტი მოიპოვო. მე რა მაინტერესებს ეგ ლეკვი? კი! წადი აქედან, სულელო! ეხლა ეს ქვა უნდა გავტეხო, წადი! დრაკონის დარტყმები! აქ ნებისმიერ ქვას ამტვრევს! კიდევ ერთი ძაღლი, არ მაინტერესებს! ჰა! ძაღლიც მოვიშორე და ქვაც! სიმართლე რო ვთქვა, საკმაოდ მარტივია. თუმცა ახლა ჩანს, რომ ბევრად უფრო საშიშ ქვას ვეჯახები. მაგრამ არა უშავს. ამისთვის მაქვს დრაკონის ძალა. შენ ძაღლო, მოდი აქ! მიიღე! დაჯახე თავი ქვას, მე ვაპირებ მის გადაგდებას. მიდი ქვა ქვის წინააღმდეგ. მიდი! ჩანს, ჩემი დრაკონის ძალა ამ ქვას ვერ გადააგდებს. მაშინ ასე მოვიქცევი. დიახ! საბოლოოდ საკმარისი ძალა მაქვს. ძალიან კარგი, შემდეგი ქვა და აი, ეს მთვარის ქვა. ეს ყველაზე საშიში ქვა, რაც არსებობს. რთული იქნება, მაგრამ შევძლებ. ჰო, წავედით ქვაზე, შევძლებ მის გადაგდებას. მიდი. აი ეს შენ, სულელო ძაღლო, მგონი უკვე ვიცი როგორ დავამხო. ნახტომებით. ჰო! წავედით. გატყდის სულელო მთვარის ქვა, წავედით, უნდა გავანადგურო, აი ასე, და ასე. დიახ, აი ასე მომწონს. მთვარის ქვა განადგურებულია, ეხლა მხოლოდ შენ დამჭი ძაღლო. ვაუ, საოცარია რომ აქამდე მოხვედი, გილოცავ, მაგრამ ჯერ არავის დაუმხია ჯოჯოხეთის ქვა. ასე რომ უკეთესია თუ გზიდან გადგები და შუმად ძაღლო, შენ ვერ მეტყვი რა უნდა გავაკეთო. ჯანდაბა, რა დამღლელი ხარ. და თან ჩემი მეგობრებიც მოკალით. ამიტომ გირწყამ ასე ბრაზით. წადი აქედან, იდიოტო. მაცადე, მე მივხედავ ამას. ჩემს მთელ დრაკონის ძალას ერთ დარტყმაში მოუყრი თავს. ეს არის ჩემი დრაკონის ძალა. და ეხლა წინ, ეს ჩემი საბოლოო დარტყმა. იახ! და აი ეს არის ზურმუხტი, რომელიც ასე ძალიან მინდოდა. ახლა დადგა დრო რომ გავხდე ბევრად უფრო ძლიერი სონიკ დრაკონი. წავედიდი. დიახ, მეტი ქერცლი, მეტი ფთა, საოცარი კუდი და ბევრად მეტი ძალა. ახლა უკეთ ვაკონტროლებ ცეცხლის ძალას. ამიტომაც გამოვიყენებ მას, რომ დავწვა ყველა ჩემი მოწინააღმდეგე და მოვიპოვო დანარჩენი დრაკონის ზურმუხტები. დიახ! აქ ვარ, დაწევნილო გველო, მზად ვარ, დაგწვა. შენ ასე გონია. ჩემი ქერცლები გამძლეა, რადგან ისინი რგოლებით არის დაცული. მთელი ეს რგოლები სწრემიცავს და არაფერია, რაც დამაზიანებს, სანამ ისინი არსებობს. ასე რომ მოემზადე, აქ დაახლავე, დაგამთავრებ და არასდროს მოგცემ დრაკონის ზურმუხტს. კარგი, როგორც ჩანს, მას აქვს დრაკონის ზურმუხტი და მხოლოდ მაშინ შევძლებ მის წართმევას, თუ იმ რგოლებს დავწოვ. ასე რომ მივდივარ. აი ეს, მიიღე! ეს ცოტა დროს მომცემს აქ მოსასვლელად. და ბეჭდებს დავწვავ. ერთი ნაკლები, წავედით! ესეც დავწვი. ხო, ასეა. რა სიტყვი, თუ ყველაფერს დავწვავ გზად, ბეჭდებია თუ არა, ყველაფერი დაიწვება. აი ასე მომწონს, თუმცა სხვა ტექნიკებსაც ვცდი, მაგალითად ამას. ბეჭედი იწვის! დიახ, რა საოცარია, აი კიდევ ერთი, ბეჭედი იწვის, დიახ, დაიწვის სამუდამოდ. და უნდა ვიჩქარო, რადგან მგონია რომ ჩემთან მოდის. ცეცხლოვანი ბურთი, ახლავე.
შესანიშნავია, კიდევ ერთი დამწვარი ბეჭედი. უნდა გავფრინდე მთელ ტრასაზე და დავწვა ეს ბეჭდები. შესანიშნავია. კიდევ ერთი ნაკლები. და იქ კიდევ ერთს ხედავ. წავედით. დაიწვა. ახლა აქეთ. დიახ, ჩემი ალი ბევრად უმჯობესდება, ეს ძალიან მომწონს. კიდევ ერთი დაიწვა. წავედით. გველუკა ჯერ კიდევ არ მოსულა. ასე რომ უნდა გამოვიყენო ეს შანსი. წავედით. დიახ. ერთი წუთით. რა? აი გველიც. და სანამ ბეჭდებს არ გავანადგურებ, ვერ დავწვავ. მიიღე. ესე. დრაკონის ცეცხლოვანი დარტყმები. და ცოტა ალი რომ დაიწვა. დიახ. არ გაინძრე, სულელო. ეს დროს მომცემს, მაგრამ არ ვიცი საკმარისი იქნება თუ არა. ახლავე. აი ეს მიიღე. დიახ. ცეცხლის ტორნადო, წავედით, ამ ტორნადოთი შევძლებ მის შეკავებას, სანამ ამ ბეჭდებს წვავ. წავედით. დიახ. აი კიდევ ერთი, ვინც ჩემი ცეცხლით დაიწვა და ეხლა მთელი ძალით მივდივარ. ჩემი ცეცხლის ტორნადოთი დაგწვავ. კარგი. ძალიან კარგად გამომდის. ეხლა ვერ დავნებლები, დიახ. დავიდეთ, კიდევ ცოტა და თითქმის ყველა დავწვი. აიწვი. აი ბოლოა. ეხლა ბოლოს და ბოლოს. აღარ მჭირდება თავის შეკავება და შემიძლია კარგად გცემო, გველო. ნახე ჩემი ცეცხლის დრაკონი. დიახ, ის არასდროს შეწმეთ შენს დათვას. აი ეს და ეს. ის დაგწვავს შენი დროის ბოლომდე. დიახ, და ეხლა ამას ვაკეთებ, რომ არასდროს შეთქვიტო წვას, სულელო. ეხლა მომეცი ჩემი ზურმუხტი. დიახ, აი აქ გქონდა დამალული, ხომ ასეა? ნებართვით დრაკონის ცეცხლით და ამ ზურმუხტით მას შევიწოვი, რომ ჩემი დრაკონ სონიკის ფორმა განავითარო. დიახ. ჩემი ქერცლები შეუჩერებლად ბრწყინავს და ჩემი ძალა საკმაოდ განვითარდა. ასე რომ იქ დარჩი და დაიწვი. ახლა ახალი ცეცხლის ძალა მაქვს. ამ ძალით ბოლო დრაკონის ზურმუხტის მოსაპოვებლად მივდივარ. დიახ, და ბოლოს აქ ვარ. შენ, სულელო დინოზავრ სონიკ, მომეციე ზურმუხტი, თორემ ჩემი დრაკონის ცეცხლით დაგწვავ. მიხარია რომ მოხვედი დრაკონო სონიკ. იმიტომ რომ გონია რაღაც არის, რაც ჯერ კიდევ არ იცი. დრაკონები პირდაპირ შთამომავლები ვართ დინოზავრების. ამიტომაც მე ამ ზურმუხტისგან ბევრად მეტ ძალას შევიწოვი. და თუ დრაკონი არ ვიქნები, გიგანტური დინოზავრი მაინც გავხდები. მე ვარ დინოზავრი მაქსიმალური ძალით და ახლავე შეგჭამ დრაკონო, პატარა დრაკონო. გათავისუფლე მთელი შენი ძალი, ჟეზალა. გონი სხვა გზა აღარ დამჭა. ჩემს ცეცხლს ენერგია დუაქცევ და ასე დაგამარცხებ. ეხლა მოვდივარ, ვიყენებ მთელ ჩემს დრაკონის ენერგიას, სონიკ, დაგამთავრებ, სულელო დინოზავრო. დამიჭირეს, რა სისტრაფეა, რა ძალაა ეს. ძალიან რთული იქნება მასთან ბრძოლაში გამარჯვება, ჯანდაბა. გამიშვი, მოდი აქ. აიღე ეს დათმების წვიმა. როგორ მოგეწონა, მოიცადე. სად არის, ვერ მომატყუებ. აი აქ ხარ, აიღეს. ესეც და ესეც. გამიშვი, სულელო მონსტრო. დაგასინჯე ჩემი ენერგიის სხივი, დრაკონის. ჯანდაბა, ვერ მოვარტყი, კიდევ უნდა ვცადო, სანამ არ გამომივა. აიღეს. დიახ, ეხლა ვარტყამ, წავედით, მთელი ჩემი დრაკონის ენერგია. ეს დაგამთავრებს, რაც არ უნდა სცადო, თავის არიდება. აი ესე, დიახ, დრაკონ სონიკის ზალა უსასრულობამდე და კიდევ უფრო შორს მიაღწევს. გადაიხდით იმისთვის, რაც ჩემს მეგობრებს გაუკეთეთ. და არ დაგანებებთ, რომ სოფლიო დაიპყროთ. დიახ, ეს თქვენი დასასრულია, სულელო დინოზავრო. გამიშვი, რადგან აქ და ახლავე გაგანადგურებ. არა, მიდი. ჩემს მთელ ენერგიას ერთ აფეთქებაში მოვახმარ. დიახ, და ეს ნიშნავს, რომ ვეღარ ადგები და ეხლა შენი დასასრულია.
სულელო დინოზავრო, მართლა გეგონა რომ დრაკონს უტოლდებოდი? ნუ გამაცინე, მე ბევრად უფრო ძლიერი ვარ. მაშ წინ, ბოლო დრაკონის ზურმუხტი. მოვიდა დრო რომ მისი მთელი ძალა შევიწოვო. გავიზარდო ისე როგორც ის დინოზავრი და დავამარცხო დოქტორ ეგმენის რობოტი დრაკონი. მოდი დავიწყოთ. დიახ, ეს ნამდვილი დრაკონის ძალა, სონიკ. ახლა კი მოემზადოს ეგ სულელი, ეგმენის დრაკონის რობოტი, რადგან დინოსონიკი აქვს და ახლოვე დაამთავრებს მას. და ბოლოს, ცოტა დავაგვიანე, მაგრამ მაინც შურს ვიძიებ ჩემს მეგობრებზე და გადავარჩენ სამყაროს სულელო დოქტორ ეგმენ. ვერაფერს დამაკრებ ჩემს რობოტ დრაკონთან. მეც გავძლიერდი დრაკონის ზურმუხტებით. ასე რომ უმჯობესია მოემზადო რომ გაგანადგურო ისე როგორც გავანადგურე სამყარო და შენი მეგობრები. ასე ნუ ლაპარაკობ ჩემს მეგობრებზე. აი ეს მიიღე. მოდი აქ თუ გეყო გამბედაობა, სულელო რობოტო დრაკონო, ღმერთო ჩემო. ის უდავოდ ძალიან ძლიერია, მაგრამ მე უფრო ძლიერი შემიძლია ვიყო. ხო, წავედით, უნდა გამოვიყენო ჩემი სონიკ დრაკონის ძალა. ეს ერთადერთი გზაა რომ მოვუღო ბოლო. ჯანდაბა, აი ეს მიიღე. წავედით, შენობებზე გავფრინდები, თუმცა ისიც ფრინავს. მოდი, სულელო რობოტო. აქამდე მოფრინდი, რადგან ვაპირებ დაგამარცხო. წავედით, წინ სულელო. აი ეს მიიღე. ეს და ეს. მიგაჭკლეთ იატაკზე. წავედით. დაგავთავრებ, უნდა ვიძიო შური ჩემი მეგობრებისთვის. და უნდა გადავარჩინო მსოფლიო. ამიტომ ვერ გაპატიებ იმ ყველაფერს, რაც გააკეთე. ძალიან მწუხვარ, მაგრამ იმსახურებ ყველაზე ცუდს და მე ვიქნები ის, ვინც ამას მოგაყენებს. რადგან ახლა მე ვარ ლეგენდარული დრაკონი. მზადიყავი, დროა გამოუშვა ჩემი შინაგანი დრაკონის მთელი ცეცხლი. დროა დავასრულო ეს ყველაფერი. ლურჯი დრაკონის ცეცხლი, წავედით. მოიცადე ჩემს ლურჯ ცეცხლს აკოპირებს. ვაუ, რასაც არ უნდა გავაკეთო, ყველაფერს დააკოპირებს. მაშ უნდა მივაყენო გადამწყვეტი დარტყმა. და გამოუშვა მთელი ჩემი ცეცხლი, რომ აფეთქდეს და ვეღარ გააგრძელოს არაფერი. მიიღეს ლურჯი დრაკონის ცეცხლი. დიახ. აი მიიღე მთელი ჩემი ძალა. ბოლოს დაგიჭირე. ეხლა უკვე ჩემი ხარ. ეხლა დროა გამოუშვა ჩემი დრაკონის მთელი ცეცხლი. შვიდობით სამუდამოდ დოქტორ ეგმან. ახლა. დიახ. გაეთრიე! უფს კრუში! ბოლოს ჩემს ყველა მეგობარზე შური ვიძიე. ჩემი ყველა იაფასიანი კლონი დამარცხებულია და დოქტორი ეგმანი აღარასოდეს შეგვიქმნის პრობლემებს. ასე რომ ეხლა მე ვიქნები სამყაროს მცველი. ჩემს ძალას დრაკონის ზურმუხტე ბადრავყოფ. იმისთვის რომ ვინც იპოვის მათ, მომავალში გამოიყენოს. თუმცა ეს არ მოხდება, რადგან არავინ არასოდეს გაანადგურებს დრაკონ სონიკის სამყაროს. დიახ.